მეგობრებო, საერთო გაშლა ვნახოთ ახლა ესეთი თემით იმ ადამიანებისთვის იქნება, ვინც რაღაცა დაწყებით სტადიაში ხართ, ასე ვთქვათ, პატარა, თუ დიდი ზოგისთვის რომანის, რომელიც არის ინტერნეტ რომანი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ჯერ არ გინახიათ ერთმანეთი, ან შეიძლება მაქსიმუმ 1-2 გყავთ ისე უბრალოდ შეხვედრით და რამდენიმე წუთით გასაუბრებით ახლოს. მოკლედ, ურთიერთობა სადაც ახლა ეყრება, ასე ვთქვათ, საფუძველი თქვენ მომავალს. ვისთვის როგორი მომავალი იქნება და რა პერსპექტივები აქვს აი ამ ინტერნეტ რომანს კონკრეტულად თქვენთვის. ნახოთ ახლა და გავიკოთ. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მამაკაცებისთვისაც, მდედრობითი სქესის ქალბატონებისთვისაც და ქალბატონებს გილოცავთ დედის დღეს გასულს და დამდეგ რვამარცს, ასე ვთქვათ, დიდი სიყვარულით. სულ გეღიმებოდეთ და სულ ყოფილიყოს ქალთა დღე თქვენთვის. ყოველი გათენებული დილა გქონოდეთ ბედნიერების და სიხარულის მომტანი ქალური ბედნიერების, რასაც მანდილოსნები ეძახიან ხოლმე. წავედით იმისთვის, რომ გაიგოთ თქვენზე რამდენად რეზონირებს ეს გაშლა და რამდენად თქვენია. ნახოთ, ვინ ხართ თქვენ? მოდი, ესე და თუ ეს გაშლა არ ემთხვევა, უყურეთ ბოლომდე, თუ არ დაემთხვევა, მაშინ გადადით სხვა ვიდეოები და სხვა გაშლები ნახეთ. ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი თემატიკა. ჰაერისტიკის დედოფალიო მიჩვენებენ ხმლის დედოფალი უბრალოდ, რომელიც წარმოადგენს როგორც წესი ჰაერისტიკიას, ეს არის ტყუპების ასწორი და მერწყულის ნიშანი. ბოლო პერიოდში ძალიან მძვინვარებს, ესე იგი, ჩემი გამომწერები თუ მაყურებლები, არ ვიცი, ჰაერისტიკის კონკრეტულად და ძალიან მიხარია და მიყვარს ეს სტიქია, რაღაცნაირი ისეთი ჰაეროვანია, მოკლედ რო ვთქვა. ცოტა ცივიც არის, მწერვაც არის, საჭირო დროს ასე ვთქვათ, რთავს თავის ცივ ხასიათს და მენტალურად განსჯის ხოლმე მიმართულებას, რაც არის ჩემი აზრით, როგორც ჰაერისტიკის ერთ-ერთი წარმომადგენელი. შეიძლება ჩემი ობიექტური აზრია, მაგრამ ძალიან მომწონს. მოკლედ, რაც შეეხება ამ გაშლას, რაღაცა ფინანსურ სიდუხჭირეს შეიძლება ამ მომენტში ხართ, ან უბრალოდ ხელფასი ამოგითავდათ, ამოგეხვეტათ და არ ყოფნით, რაღაც მომენტი გაქვთ რესურსის ნაკლებობის, სადაც ზოგიერთისთვის შესაძლებელია იყოს ფიზიკურ დონეზეც, რომ რაღაცნაირად ჯანმრთელობის ნაკლებობაში ხართ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად თვათ ისე ვერ გრძნობთ თქვენ თავს, როგორც საჭიროა. აი რაღაცა არ აგაწუხებთ, შეიძლება ზოგიერთ ფეხი გაწუხებთ, რაღაც ტრაუმა მიიღეთ, ასეც იქნება რაღაც ნაწილისთვის, შესაძლებელია ზოგიერთ გაზაფხულიდან გამომდინარეც არის ხოლმე ეს წნევის ცვალებადობა გაქვთ და თავის ტკივილები, ასე ვთქვათ, ქარებისგან, უეცარი ცვლილებებისგან, რომელიც ბუნებამ შემოგვიტრიალა კუდის მოქნევით ზამთრით და ეხლა გაზაფხულდება. აი რაღაცა ცვლილებებში ხართ, რესურსის ნაკლებობაში ხართ, თლათ ისე ხასიათზე ვერ ხართ, როგორც საჭიროა. ადამიანის სიხალისე და ის გაზაფხულის მოსვლის სიხალისე თითქოს ნაკლებად არის თქვენზე ამ პერიოდისთვის, დასაწყისისთვის, არადა გინდათ, რომ ძალიან კმაყოფილი იყოთ, რომ თქვენი ცხოვრებით და თქვენი ყოველდღიურობით, ასე ვთქვათ, ემოცია გევსებოდეთ და ესე იჯდეთ უდარდელად. საჭმელს ასმელი ბევრი გქონდეთ რაღაცა მხიარული დღეები, სადაც თავის ტკივილისთვის არ გექნებათ, ასე ვთქვათ, საშუალება, რომ თავი გეტკინოთ, ფინანსებზე დარდით, თავი გეტკინოთ, ჯანმრთელობაზე დარდით, რაღაც არის სულ გამუდმებით რესურსის ნაკლებობაზე, აი ძალიან გინდათ რაღაცა კეიფი, ეხლა რვამარტი მოდის თან, არ ვიცი. აწყვეტა, ასე ვთქვათ, ემოციურად კმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით. აჩვენებენ, რომ ოჯახის ადამიანი ხართ, შესაძლებელია თქვენი კონკრეტული დიდი ოჯახი გაქვთ, ვინაიდან გაშლა გვაქვს რომაზე, შესაძლებელია სამკუთხედის და ოთხკუთხედის ამბავიც იყოს აქ, მაგრამ კონკრეტულად ის, რომ ძალიან რესურსული ადამიანი ხართ, დიდი ოჯახით, დიდი ფესვებით, ტრადიციებით და თქვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახური ღირებულებები, ეს რასაც კვირველია, შესაძლებელია გიყვართ. ამ კარტში არის კონკრეტულად გამოსახული და ხშირად საერთოდ 10-იან პენტაკლზე
ნაკლებად იჭერს კამერა. ცხოველები, ანუ შინაური ცხოველები, ძაღლები შესაძლებელია ყავთ შინაური, ასე ვთქვათ, 4 ფეხა მეგობრები, ეს იქნება ძაღლები უმეტესად, ან შესაძლებელია კატებიც, თუ ვისაც ასეთი ნაწილიც იქნება. მოკლედ, ყავთ რაღაცა ცხოველებს უყვარხართ, მოდი ესე ვიტყვი, ძაღლებს, კატებს, ძალიან დადებითი ემოციური ფონი აქვს თქვენ დანახვაზე, ქუჩაში გამრელ მაწანწალა ძაღლებზეც კი თუ ვისაუბრებთ. ძალიან რესურსული პიროვნება ხართ, მოდი ესე ვიტყოდი და ემოციურად დატვირთული. ძალიან ბევრი ემოციები გაქვთ ეხლა ამ პერიოდისთვის, როცა ჩვენ ამ გაშლას ვუყურებთ, სიყვარულთან დაკავშირებით, ფინანსთან დაკავშირებით, თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველას თქვენი გაქვთ. რაღაცა ტალღა გაქვთ ესეთი ემოციური თასი, ტუსთასი ამოვიდა, რომელიც ემოციას ვერ იტევს. აი ამ მომენტისთვის, როცა ამ გაშლას ვუყურებთ, თქვენი ბოლო ცხელცხელი ენერგეტიკა არის ასეთი, როგორც გითხარით, ჰაერისტიკის დედოფლად წარმოჩენილი ხართ, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ. ძალიან მენტალურად განვითარებულია ჰაერისტიკის დედოფალი, შესაძლებელია სამართალმცოდნეა, კანონიერებასთან აქვს შეხებები, ორგანოების თანამშრომელია, ექიმი ასევე არ არის გამორიცხული ამ კარტით, ასევე არ არის გამორიცხული ქვრივი ქმარს გაშორებული პირველ ქორწინებაში, ასე ვთქვათ, მწარე გამოცდილებით, რის შედეგადაც მისი ცხოვრება გარდაიქმნა და გამოცდილება, ასე ვთქვათ, მწარე გამოცდილებამ ჩამოაყალიბა ის ცივ დედოფლად, ცივ ჰაერის დედოფლად, რომელიც ნაკლებად გამოხატავს თავის ემოციურ ფონს, თუმცა გულში უდუხს. ენერგეტიკა გაქვთ ასეთი. გავიგოთ ახლა ვინ არის ის, ვისთანაც თქვენ რომანი გაქვთ, ინტერნეტ რომანი, ან იწყება ეს რომანი. ადამიანი ხშირ გადაადგილებებში რაღაცნაირად მოსწრებაზე, აი ესეთი როგორც მე ვარ ახლა, რომელსაც შესაძლებელია ყავს რაღაცა საჭეს ფლობს, საჭე უყვარს, ესეთია, ფლობელია. არ ვიცი, შეიძლება კაპიტანიც არის გემის შესაძლებელია რაღაცა მიმართულებას აძლევს ადამიანებს, ვინსაით უნდა იაროს რაღაცა, არ ვიცი, მიმართულების ადამიანია, თავის ხელში აქვს მიმართულება აღებული ამ კარტით შესაძლებელია მანქანა ყავდეს ღია ფერებში, უფრო მიწიერ ღია ფერებში, სერი, მოსერო, მოთეთრო, აი ესეთ ფერებში, მაგრამ აუცილებელი არ არის ყველასთვის. ახლა კონკრეტულად გადაადგილებაშია და შესაძლებელია ამიტომაც არის თქვენი ასე ვთქვათ, რომანი შორ დისტანციებზე და მხოლოდ ინტერნეტით. დაკიდებულ სიტუაციაში ამ მსხვერპლის როლშია ახლა ადამიანი და არ აქვს საშუალება, ასე ვთქვათ, რომ ფიზიკურად გიხილოთ და შეიძლება იმიგრაციაშია, შესაძლებელია სამსახურიდან არის გაშვებული მივლინებით რაღაც საქმიანობაზე წასული, შესაძლებელია ზღვები და ოკეანეებიც აქვს გადაცურული არა, გადავლილი, მოკლედ დიდ დისტანციებზეა თქვენგან ახლა ამ მომენტისთვის. ადამიანი წინმავალი, სწრაფმავალი, ძალიან ჩქარი, მოსწრებაზეა, ასე ვთქვათ, ყველაფრის. რამდენად არის შანსები, რომ თქვენი ეს ინტერნეტ რომანი გადავიდეს სხვა საფეხურზე, კარგ საფეხურზე, ასე ვთქვათ, რა შანსები გაქვთ უახლოესი, მოდი ასე ვთქვათ, 2-3 თვის განმავლობაში. რაღაცა, ანუ თქვენ პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ თქვენ წარსულ ადამიანურ ურთიერთობაზე, წარსულ სიყვარულზე ბევრს განიცდით და ღამეებს ათენებთ და ნერვიულობთ და მას, ასე ვთქვათ, უსატკავებთ ინტერნეტში, ის თქვენ კი ისატკავებთ და ამაზე ხართ გადართული, ნაკლებად გაინტერესებთ ეს ახალი რაღაცა, ეს ამ ახალს მაინც სერიოზულად ვერ უყურებთ და ემოციური ფონი გაქვთ წარსულზე ისევ. რჩევა ამ შემთხვევაში ამ ადამიანთან მიმართებაში, წარსულ ადამიანთან, ნუ გულის ტკივილის, მეც არაფერს მოგიტანთ ეს ადამიანი. 3 ახმალი, 8 ახმალი, სუმერყეობა, არაფერი საინტერესო. ეს ახალი, ვისთანაც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა, ეს ახალიც რაღაცას გატყუებთ ფინანსებთან მიმართებაში, ცოტა მატყუარა, ცოტა მოღალატეა, რაღაცნაირად მოგიწევთ ამ ადამიანთან გადაწყვეტილება მიიღოთ, გჭირდებათ ეს ადამიანი თუ არა, ვინაიდან თქვენ ძალიან რესურსული პიროვნება ხართ, საერთოდ როგორც ესეთი და ძალიან ემოციური და ტყუილი რა შეეხება, ტყუილი მის სამუშაო თემას შეეხება და ემოციურ ფონს ილაგებს, მაგრამ ნუ ემოციები აქვს ამ ადამიანს, აპირებს მოვიდეს რაღაცა სიყვარული და თასი შემოგთავაზოთ და შეიძლება ბევრისთვისაც დაკანონებაც კი შემოგთავაზოთ ამ ურთიერთობის. ჯერჯერობით სტადია დასაწყისი არის. ნამდვილად კარგი
ასე ვთქვათ, შანსები არის ამ ადამიანს.